ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმიან გადაცემას ახლა. ანუკა ჯოხაძის მიერ მომზადებული სიუჟეტით, რომელიც ეხება ადრეული გაფრთხილების სისტემას და იმ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე ჯერ კიდევ ვერ მიდის. და ამის შესახებ ინფორმაცია მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის 2022-2023 წლების ანგარიშში არის აღნიშნული. თუ რა ეტაპზე არის მონიტორინგის სისტემის დანერგვა ქვეყანაში, ამ კითხვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ. მინისტრის მოადგილე BMG-სთან ამბობს, რომ სტიქიის მონიტორინგის სისტემით 86%-ით არის დაფარული და მისივე თქმით უკვე მომზადდა 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკებით. მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, რა გაკეთდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და რა მიმართულებით იგეგმება ნაბიჯების გადათქმა, ვნახოთ დეტალები და შეფასებების სიუჟეტში. სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალი მატულობს. კლიმატის ცვლილებების ნეგატიური ეფექტი ბოლო წლებში საქართველოშიც არაერთი მოვლენით გამოიხატა და ამ ფონზე სტიქიური მოვლენების პრევენცია და მართვა კრიტიკის საგნად რჩება. პროცესის ნაკლოვანებებზე წერს სახელმწიფო აუდიტი, სადაც ნათქვამია, რომ არ არის შემუშავებული და განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია, რაც საბოლოო ჯამში ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას აფერხებს. არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზია სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემთა საფუძველზე გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს. ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესის არარსებობა ამცირებს მზადყოფნის და დროული რეაგირების შესაძლებლობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა 4 კომპონენტისგან შედგება და ის მხოლოდ კონკრეტული დანადგარის დამონტაჟებას არ გულისხმობს. მინისტრის მოადგილე გვიხსნის, რომ პროცესის პრევენციის ერთ-ერთი რგოლი საფრთხეების რუკებია, რომელიც 11 ძირითადი მდინარისთვის უკვე მომზადდა. საფრთხეების იდენტიფიცირებასთან ერთად კი გადამწყვეტია მონიტორინგის სისტემები, რომელიც დღეს ქვეყნის ტერიტორიის 86%-ს სრულად ფარავს. ხშირად არის საუბარი საზოგადოებაში, რომ როდის დასრულდება ადრეული გაფრთხილების სისტემების, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით მონტაჟი, ხო? ეს არის აუცილებლად ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღეს გვაქვს 2 თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც სრულად ფარავს ქვეყნის ტერიტორიას, ერთი არის დასავლეთ საქართველოში, ერთი აღმოსავლეთში. გვაქვს 269 თანამედროვე სადგური, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას როგორც მდინარეების დონის მატების შესახებ, ასევე გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას. ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რომ ასე ვთქვათ, უფრო ზუსტი იყოს ჩვენი ამინდის პროგნოზი და ჩვენი გაფრთხილებები მოსახლეობისათვის. გვაქვს ასევე ასე ვთქვათ, განგაშის სისტემა ერთ მდინარე დევდორაკის ხეობაში, რომელიც კონკრეტულად ეს ავტოსაგზაო მოძრაობის ნაწილში იცავს იმ კონკრეტულ არეალს. აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია გაუმართავია, მუნიციპალიტეტებს კი არ აქვთ შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვიხსნის, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა აჩვენა, რომ აუცილებელია სტიქიის მართვის მზაობა მუნიციპალიტეტებს თავად ჰქონდეთ და პროცესები ცენტრალური მთავრობის მხრიდან არ იმართებოდეს, რადგან ეს მართვის ეფექტიანობას ამცირებს, ხოლო საფრთხეებზე რეაგირების დროს სრდის. რუქების იქეთ უნდა წავიდეთ, რომ სისტემა უნდა იყოს გამართული. სისტემა გამართული არ არის. დღეს თქვენ ნებისმიერ ჩინოვნიკს რო კითხოთ, სად უნდა დარეკო, ან ვისთან უნდა დარეკო, ვის უნდა შეატყობინო, რომ რაღაცა ხდება, ძალიან ბევრი დაიბნება, იმიტომ რომ მან არ იცის, ვის უნდა მიმართოს, როგორ უნდა მიმართოს, როგორი მობილიზება გააკეთოს. დღეს ზუსტად მეუბნებოდნენ, რომ გურიის დიდთოვლობასთან დაკავშირებით კახეთიდან მიყავდათ ტექნიკა, იმიტომ რომ ტრაქტორები ადგილზე ვერ იპოვეს. ადგილზე უნდა არსებობდეს, ანუ სპეციალური სამსახურები უნდა ქონდეთ თვითეულ მუნიციპალიტეტს, თუნდაც სამკაციანი, რომელსაც შეუძლია რაღაცის, ასე ვთქვათ, დაკვირვების განხორციელება მაინც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით მიეწოდება. თუმცა მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაზეც, რომელიც ხელმისაწვდომი წლის ბოლოდან იქნება და მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მუშაობთ ისეთ თანამედროვე საინფორმაციო სისტემაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და ყველა თქვენგანისთვის და თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი და თანამედროვე მობილური აპლიკაცია, რომელიც ასე ვთქვათ, უწყვეტ რეჟიმში, ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში გასცემს გაფრთხილებებს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მუნიციპალიტეტისთვის და ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აქ ჩვენ თანამშრომლობთ მოწინავე ფინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც გვეხმარება ამ სისტემის აწყობაში. და აი სწორედ ეს საფრთხის რუკები, აი ეს მონიტორინგის თანამედროვე სადგურები არის შემადგენელი ნაწილი ამ სისტემის, რომ ჩვენ გქონდეს, შეიძლება ესე ითქვას, სრულად თამამად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ეროვნული გაფრთხილების საინფორმაციო სისტემა. კლიმატის ცვლილებებიდან წარმოქმნილი საფრთხეების გათვალისწინებით მარტში ქართული ოცნების მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 9-ჯერ 58 მილიონ ლარამდე გაზარდა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი გააფართოვა. რამდენიმე კვირაში კი ამ მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტი 78 მილიონ ლარამდე გაიზარდა.